Salmებით ძირფასო მეგობრებო, აი განსაკუთრებით რომ აი მადლიერებას გამოვხატავ თქვენს მიმართ და რაღაცა ესე ვცდილობ რომ რამე უფრო კიდე ისეთი მოგაწოდოთ ან შეგახსენოთ და ვიწყებ საუბარს და გაშლას, ეს ტოქსიკური ხალხი რომ გამოხტებით ზუსტად მაშინ. ვიღაცა პოსტავდა ეს ყველაფერიო სალაპარაკოდ კარგია, მაგრამ და მე ვითომ მადლობას იხდის და ეს გვერდი ემსახურება ზუსტად იმას, რომ ლაპარაკი არა, ეს არის ყველაფერი აქ. მე რასაც გთავაზობთ დატესტილი, დაპრაქტიკებული და უბრალოდ კითხვებში, როდესაც შემოდის, ვპასუხობ, რომ როგორ შეიძლება გაუმკლავდეთ ამა თუ იმ პრობლემას. და სალაპარაკოდ ადვილიასთვის მე გვერდი არ მაქვს შექმნილი და სალაპარაკოდ ადვილიას არ განვიხილავ. ეს არის უკვე თქვენი შეგნების საკითხი, რატომღაც ესე იგი ასე აღიქვამთ, რომ სხვის ომში ეტყობა ბრძენი გონი ვართ და არიქა ლაპარაკობ მხოლოდ და აი სალაპარაკოდ ადვილია და ენას ვიფხან, მაგრამ ეს არის თქვენი დამოკიდებულება, თქვენი შეხედულება. მე გთავაზობთ ძალიან ბევრ მაგალითებს, ძალიან ბევრ ზუსტად ისტორიებს დაპრაქტიკებულ თითქოს უმნიშვნელო, თუნდაც წინადადება იყოს საკუთარ თავთან მუშაობის ტექნიკას და თქვენ თუ გინდათ მაგ თქვენს ნაგავში ყოფნა, არ არის სავალდებულო ჩემს ვიდეოზე რაღაცეები ესეთნაირად დააკომენტაროთ. იყავით თქვენს ნაგავში, კი ბატონო, და ნურც ამოსულ ხართ მაქედან და ნურც მოგიგგვარებია თქვენი პრობლემები, ესეთებს, ვინც ესეთები ხართ. კომფორტულად გრძნობთ თავს და ამ თქვენს ნაგავს ნუყრით ჩემს გვერდზე. ეს არის ჩემი სივრცე, პატარა ოჯახი, ასე რომ ვთქვათ, და როდესაც მობრძანდებით, თქვენ ხართ ყველა სტუმრები და მოდით როგორც სტუმარი შეეფერება ისე. და ეს თქვენი, რა ქვია, უარყოფითი ენერგეტიკა და თქვენი ნაგავი თან თქვენ გაიყოლეთ ისე მობრძანდით, რომ არაფერი დააბინძუროთ აქ. რა თქმა უნდა, იბლოკებით ესეთი ხალხი, მაგრამ უკვე დავიღალე, რამდენი დაგბლოკოთ, აღარ ვიცი. ეს არის უკვე კი ბატონო მენტალური პრობლემა, ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია გაიაზროს, რას ვესაუბრები. მეტი არ ვიცი როგორ დავღეჭო და როგორ აგიხსნათ. იმასაც ვამბობ ვიდეოში, გასაგებად სხვათა შორის, რომ რამდენიმე და იყო ადამიანები ისეთი, რომ აი ქალბატონო ნინო, ეს რატომ იქცევიან ესეთი კითხვები ადამიანები ჩვენთან ასე და რატო ხდება და გიხსნით მაგ მდგომარეობას ძირითადი არსი რატომაც ხდება ეს ყველაფერი. მაგრამ არ გინდათ გაიგოთ, მოგწონთ კომფორტის ზონაში ხართ, იმ თქვენ ნაგავში ეტყობა და იყავდი კაცო. სავალდებულო კი არ არის, რომ მიიღოთ ეს რჩევები, რაც აქ იდება და გაითვალისწინოთ. ვინმეს კი არ გაძალებთ. იყავით მაგ თქვენს ნაგავში, მაგრამ ჩემს გვერდსაც ნუ აბინძურებთ. მაგის უფლებას არ მოგცემთ. აი ეს ხალხი კიდე ღამის 4-5 საათზე მოგწერენ, მძინავს ადამიანი ვარ ჩვეულებრივი, ხო, ხანდახან კაი თუ არ მძინავს სხვა თემა. დილის მერე 7 საათზე აღარ ვიპასუხე ერთს და დილის 7 საათზე გამეღვიძა დავდეგი და მივწერე ჩვეულებრივად. რადგანაც მისთვის დრო, ესე რომ ვთქვათ, დროის შეგრძნება არ აქვს, დილის 7 საათი. თქვენ წარმოიდგინეთ, გამოვიდა ეგრევე კონტაქტზე მომწერა. ილაპარაკა რაღაცეები, რა ვიცი, მე აი თვალის გახელისთანავე და მერე უცებ დაიკარგა. ერთმა 2023 წელში მოკითხული რა ღირს თქვენი მომსახურება
პასუხობს გუშინ, შემოდის წერილი და კითხვის ნიშნები, ანუ არ ვიყავი ახლა იმ დროს მან და მაინც გვერდზე ხო სული მათყარა ვარ ჩასაფრებული, ესე რატომღაც გონიათ რომ ესე იგი 24/7-ზე ხელმისაწვდომი ვარ და ესე ვარ ჩასაფრებული თქვენს წერილ რომელი წერილი შემოეხლა ახლა უნდა დაელოდოთ 2 წუთი ხო 1 საათი იქნება 2 საათია გიპასუხებ და ეს კითხვის ნიშნები ჩამორაპატებული ანუ 2023 წლის მერე ეხლა მიპასუხა კაცმა თუ ეხლა ნახა გაუჩნდა კითხვა თანაც რა ის კი არა რომ ხომ არ შეიცვალა რამე იქნებ გაძვირდა იქნებ და გაიაფთა იქნებ რაღაც არის სულება იცით რა არის დიაგნოსტიკა ესღის და წმინდა ჩედის მაგფაში ანუ მილიონჯერ ახსნილი გადაღეჭილი თემა მაქვს უკვე ზეპირადიცის ბევრმა თქვენთაგანმა აი იგივე კითხვით მოდის ეს არის უკვე ადამიანი არის დროში გაჩერებული პიროვნება მე ზუსტად ვარ დარწმუნებული 2023 წლის შემდეგ მან ვერაფერი ადაპტაცია საკუთარ თავთან ვერ გაიარა. გაჩერდა, გაიყინა დროში. და ეხლა მომენტალურად თუი რაღაცა გაახსენდა და ისე ნახა და ანუ ეხლა პასუხობ. მე არ მესმის ესეთი ხალხი, რა თქმა უნდა, ესეთი ხალხი არც კი პასუხებთ. ადრე იყო რომ მქონდა რაღაც ეს კიდევ პასუხის მომენტები, ეხლა არა. ესეთ ხალხს პირდაპირ ბლოკავთ. დავიღალე უკვე ძალიან ბევრი ხართ. ძალიან ბევრი ხართ. ეს არის ელემენტარული მოქცევის კულტურა. ესეთები თქვენ ესეთები იქნებით სახლშიც, მესამე გობროშიც, მე პრობლემებს სხვაგან ეძებთ. როგორიც ხართ, იგივეს ღებულობთ უკან სინამდვილეში. რა თქმა უნდა, დროის შეჩერებაზე მქონდა აქცენტი და კი ბატონო, აქ არის სინამდვილეში შეჩერებული, ესე რომ ვთქვათ, ადამიანი. იდეები ბევრი, ამას ვიზამ, იმას ვიზამ, ასე გავაკეთებ, ისე გავაკეთებ, მაგრამ მე მომენტალურად როგორ არის იცით, ადამიანს შესაძლებელია ის გულით არ არის, ეს გულიდან წამოსული არ არის, ეს არის ზედაპირული. და მე უკვე თავისი იდეები ალბათ ახლა მეაქ რასაც მიჩვენებს. არის ის მომენტი, რომ თითქოს რაღაცას ეძებს, კი, გზებს თვითონ ეძებს, მაგრამ ეს არის ვითომ ეძებს. სინამდვილეში მე უკვე იქმნება რაღაც, ესე რომ ვთქვათ, საკუთარ თავთან კონფლიქტი, მოდი ჯერ დავისვენებ, მოდი რაღაცას ვიზამ, ეს უაზრო ენერგიის ფლანგვა. აქ მე ვიფიქსირდება ზუსტად ეს. უაზრო ენერგიის ფლანგვა, უაზრო იდეები და რაღაც ისეთი ნახეთ შესაძლებლობების ძებნა, სადაც რომელიც არ არის თქვენი. კარგი, ნახოთ რა იქნება. დროის დაკარგვა რა იქნება. ზუსტად ეს არის ის მოქმედება, რომელიც გაჩერებთ. ხო, სათქმელად ადვილია და მე ახლა კომენტარი ხო, ესეთი უნდა წავიკითხო კიდე. ესეთი ხალხი ხართ, ნახეთ, ახლა თქვენ ჭკუაზე მე ნამდვილად არ გავივლი, მაგრამ ადამიანებს აკარგვინებთ мотиваციას, ხალის, სიცოცხლის უნარიანობასაც კი, ბევრს, თქვენს ირგვლივ გადახედეთ ერთი ვისი ამონებს თქვენს გვერდით ყოფნა, დარწმუნებული ვარ არავის. თქვენ ჩემზე მაგ ხელა გავლენას ერთ-ერთი ვერ მოახდენთ, მაგრამ თქვენი ენერგეტიკა და ვიბრაცია უკვე დავიჭირე და მივხვდი. აი ესეთი
ხალხი ხართ სინამდვილე, ესეთები ხართ. ყველაფრის სურვილს რომ დააკარგინებთ ადამიანს, გამოდივარ სამადლობელს ვითხოვ, ჩემო ძვირფასებო გეფერებით რაღაცა, ესეთი საუბარი ხლა ადვილია, მაგრამ გინდა შენს ნეხვში ნაგავში ყოფნა და იყავი იჯექი კაცო. რა სავალდებულოა? მისმინო და ან გაითვალისწინო, ღირსიც არ ახართ ესეთები, აი ზუსტად იმიტომ იბლოკებით ესეთი ხალხი, ღირსიც არ ახართ, მთელი გული და სულს ვდებ აბსოლუტურად. და აი რა შემიძლია კიდევ რო გითხრათ, რა შემიძლია კიდევ მოგაწოდოთ? მაქსიმალურად მაგაზე ვარ გადართული. მე თქვენ არც ერთს არ გეუბნებით, რომ აზროვნება არ შეგიძლიათ, ან ჩემზე უკეთესად მოიფიქრებთ ბევრ ამას მომენტში, ხო? მაგრამ საჭირო დროს შეიძლება ვერ იპოვოთ ის სათანადო ნუგეში, ის სათანადო გამხნევება, ან ის რაღაცა ენერგია, ძალა, თუნდაც მიდი, ერთი მიდი. თქვენ არაფერს არ აფასებთ ესეთი ხალხი სინამდვილეში. ვერავის ვერ აფასებთ და გინდათ წინ წახვიდეთ, ვერ წახვალთ. ვერ წახვალთ. იცით რა არის, საერთოდ რომ არავინ იყოს ჩემი მსმენელი, თუნდაც ჩემი ვიდეო ჩავწერე და ავტვირთე და მე მოვისმინე საჭირო დროს, როცა იქნება საჭირო, ხო, იმ წუთში ხო არა. ხანდახან ჩემი საუბარს რომ ვისმენ, მე ვთქვი, იმიტომ რომ ენერგიებში როცა ვარ და რაღაცა ინფორმაცია დავიჭირე, ხანდახან მე თვითონ მიგვირს ჩემი ნასაუბრალის. და რამდენჯერ ვთქვეთ, გალბატონინო, თქვენ მართლა, თქვენ თქვით ასე და თქვენ გამოცხადოთ, მართლა ესეთი რეაქცია მაქვს. ეს არის საზოგადოება დაუნახავი, უმადური. სათქმელად ადვილია თურმე, სათქმელად ადვილია და მე რაღაცა ზღაპრებს გესაუბრებით აქედან. ყველაფერს აბსოლუტურად გაწვდით ისეთ ინფორმაციას, დაღეჭილი რაც არის, 1000-ჯერ გადამოწმებული რაც არის, ფსიქოლოგიურადაც, რომელი აი მოგერგებათ, თითქოს უმნიშვნელო წინადადებები, სიტყვები, რომელიც სულს კურნავს. მაგრამ რა ვიცი, მე ახლა შეაყარე კედელს ცერცვიო, თუ ნაცარიო, ზუსტად იგივე გჭირთ. ესეთ ხალხს. სამწუხაროდ ესეთ ხალხთან დახარჯული ენერგია არ არის კარგი, მაგრამ კიდევ კარგი რომ ბევრი არ ხართ ესეთები. აქ თქვენ თვითონ ანგრევთ რაღაცას, თქვენ თვითონ შლით, თქვენ თვითონ ანადგურებთ. ხო, ახლა სხვა რა გაშლა იქნება, როგორც დავიწყე საუბარი, ზუსტად ისე იქნება გაშლაც. ადამიანი, რომელიც თვითონ ანადგურებს საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ თავს, თვითონ ქმნის ბლოკს, ენერგიებს და მე ალბათ ჯადოების ძებნას დაიწყებთ, იმან გამიკეთა ჯადო, ამან გამიკეთა. თუმცა არ ხართ ღირსი ახლა ესეთ ხალხს რჩევა მივცე, ვინც ასე იქცევა და ესე მიკომენტარებს, ალბათ ზუსტად მათი ენერგია არის ეს, ვისაც ახლა მე ვსაუბრობ. მათი ცხოვრება. არ მოგცემთ რჩევას, კი ბატონო, და ესე იყოს დაგინგრევიათ თქვენი ცხოვრება და მაშინ ნანგრევებში მოქცეულ ხართ კიდევ. არ ხართ ღირსი, არ იმსახურებთ მეტს. და მით უმეტეს ჩემგან, რატო უნდა გავისარჯო ახლა მე აქ უფასოდ ამ ადამიანზე, ვისაც ეს ეკუთვნის და რატო უნდა მივცე აქედან რაღაცა ის ხო სათქმელად, ახლა მე ჩემთვის ადვილია სათქმელად და ეს თურმე ესა. ხო და კი ბატონო, ანადგურებთ თქვენს თავს. ემოციური ფონის მაღალი და კი ბატონო, გაანადგურეთ. რატომაც აცარა. აი, ასე გეკუთვნით ესეთებს. ეს ჩემგან არც წყევლა არ არის. ხო, კარგი თქვენს კარგი გამგონე უნდა, ახლა ამაზე არ დაიწყოთ კიდე ის. რაღაცები. ეს წყევლა არ არის. ეს არის თქვენი ენერგია, თქვენი შექმნილი ცხოვრება, თქვენი აზროვნებით, თქვენი გადაწყვეტილებით. ხო და იყავით მანდ. გილოცავთ. გისურვებთ მანდ ყოფნას დიდხანს. წარმატებულად.
ხო, წარმატებულად იქნება, უფრო კაი ნანგრევები რო დაგეცემათ თავზე. ღირსი არ ხართ ესეთები, ეს რა ქვია, არაფრის. და ვერც მიიღებთ ჩემგან. და რა თქმა უნდა, დაიბლოკებით კიდევ, მაგრამ თუ მაინც მოისმენთ, კი ბატონო, ეს გქონდეთ. ვისაც არ ეკუთვნის ეს გაშლები, თქვენ ურაფრისნო შეგეშინდებათ. თქვენთან ყველაფერი კარგად იქნება. დაგემშვიდობებით.